ესტერი იგივე რთული ეთერი არის კარბონმჟავის ნაწარმი, ანუ მისი მიღება შეგვიძლია კარბონმჟავისგან. მას ასეთი სტრუქტურა აქვს, გვაქვს კარბონმჟავა უბრალოდ წყალბადის მაგივრად გვაქვს სხვა R' ჯგუფი. ამ ვიდეოში კი მათ ნომენკლატურას და ფიზიკურ თვისებებს განვიხილავთ. ნომენკლატურისთვის კი გვჭირდება ეს R' ჯგუფი და ეს ROO ჯგუფი. მოდი მაგალითზე განვიხილოთ მათი დასახელება. გვაქვს მოცემული ძმარმჟავა, იგივე ეთანმჟავა. მას ვაურთიერთქმედებთ რაღაც გარკვეული რეაქციით, მაგალითად ფიშერის ესტერიფიკაციით და ვიღებთ ასეთ სტრუქტურას, სადაც ეთილის ჯგუფი გვაქვს ჩამნაცვლებლად. როდესაც ვასახელებთ ესტერებს, პირველს ვწერთ სწორედ ამ R' ჯგუფს, ანუ უნდა დავწეროთ ჯერ ეთილ და შემდგომ დავუმატოთ ეს ROO ჯგუფის დასახელება. ROO ჯგუფის დასახელება შეგვიძლია დავწეროთ ორნაირად. შეგვიძლია დავწეროთ ტრივიალური სახელით, ანუ ძმარმჟავის გამოყენებით, შეგვიძლია დავწეროთ აიუპაკის სახელის გამოყენებით, მაგალითად ეთანმჟავის სახელის გამოყენებით. თუ ვაპირებთ ძმარმჟავის გამოყენებას, მაშინ უნდა გავითვალისწინოთ მისი ინგლისური სახელი, acetic acid და დაგვჭირდება სუფიქსი აცეტატი, ალბათ გსმენიათ, იმიტომ რომ ეს არის ძმარმჟავის ანიონი და უწერთ ეთილს აქ აცეტატს. ხოლო თუ გამოვიყენებთ ეთანმჟავას, მაშინ პირველი სიტყვა ისევე ეთილ იქნება, ხოლო მეორე სიტყვა იქნება ეთანოატი. ხედავთ რომ ოატი დაემატა სუფიქსად ეთანს და ჩამოვაცილეთ მჟავა. მოდი კიდე განვიხილოთ მაგალითები. ამ შემთხვევაში გვაქვს დიმჟავა, გვაქვს აქ მალონის მჟავა, მოდი დავწერ. იგივე პროპანდიმჟავა, მაგრამ პროპანდიმჟავა უფრო რთული გამოსაყენებელია, ამიტომ მალონის მჟავას გამოვიყენებ დასახელებაში და მალონის მჟავა ჩავანაცვლეთ ორი ეთილის ჯგუფით, ანუ დიეთილ გვაქვს პირველი სიტყვა და რადგან არის მალონის მჟავა, ამ მჟავას ჩამოვაცვლით და უბრალოდ გვექნება მალონატი, ანუ დიეთილ მალონატი. რადგან ინგლისური და ქართული სიტყვები მალონისთვის იგივე არის. განსხვავებით ძმარმჟავისგან. გადავიდეთ შემდეგ მაგალითზე. გვაქვს ასეთი რთული კარბონმჟავა, რომლის სახელიც არსებობს, მას ქვია სალიცილის მჟავა, ალბათ გსმენიათ და გამოვიყენებთ ამ ტრივიალურ სახელს ამ ესტერის დასახელებაში. ამ ესტერში გვაქვს აქ მეთილის ჯგუფი და გვაქვს აქ სალიცილის მჟავა, უпростоრად სალიცილის მჟავის შესაბამისი ფუნქციური ჯგუფი. ვიცით რომ უბრალოდ უნდა ჩამოვაცილოთ მჟავა და ეს ის რაც გვაქვს მოცემული. ამას ჩამოვაცილებთ ანუ და გვექნება სალიცილატი და აქ გვაქვს მეთილის ჯგუფი, შესაბამისად სრული სახელი გამოვა მეთილ სალიცილატი. და განვიხილოთ ბოლო მაგალითი. გვაქვს მოცემული ციკლოჰექსან კარბონმჟავა და ვიღებთ მის შესაბამის ესტერს, სადაც ჩამნაცვლებლად გვაქვს აქ ერთნახშირბადიანი მეთილის ჯგუფი. შესაბამისად გვექნება სახელი მეთილ ციკლოჰექსან კარბონატი, კარბოქსილატი უпростоრად. კარბოქსილატი, რადგან ვიცით რომ ეს არის კარბოქსილის ჯგუფი და უბრალოდ ინგლისური დასახელებიდან არის ქართულში გადმოტანილი. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ თუ არ ვცდები, ციკლოჰექსან კარბონატიც სწორი ვერსია არის ქართულად. მოდი ახლა განვიხილოთ ფიზიკური თვისებები. გვაქვს მოცემული სამი სხვადასხვა მოლეკულა, შუაში გვაქვს ჩვენი ესტერი, მოდი დავასახელოთ ჯერ, გვაქვს მეთილის ჯგუფი და გვაქვს ორნახშირბადიანი მჟავის შესაბამისი ფუნქციური ჯგუფი, ანუ შესაბამისად ამის სახელი იქნება მეთილ აცეტატი ან მეთილ ეთანოატი. მოდი დავწერ მეთილ აცეტატს. მარცხნივ მოცემული გვაქვს 1 2 3 4 ნახშირბადიანი ჯაჭვი, რომელიც ჩანაცვლებულია მეორე პოზიციაზე მეთილით, ანუ ეს არის 2 მეთილ ბუტანი, ხოლო რაც შეეხება ამ მოლეკულას, აქ გვაქვს მეორე ნახშირბადზე ჩანაცვლებული OH ჯგუფი, ანუ ეს იქნება 2 ბუტანოლი, რადგან 4 ნახშირბადი გვაქვს ჯამში. მოდი ჯერ განვიხილოთ დუღილის ტემპერატურა. დუღილის ტემპერატურისთვის კი გვჭირდება მოლეკულებს შორის ურთიერთქმედებები. რაც შეეხება არაპოლარულ მოლეკულას, არაპოლარულ მოლეკულაში არ გვაქვს ბევრი ურთიერთქმედება, გვაქვს ლონდონის ძალები და შესაბამისად, რადგან იგი ყველაზე სუსტი ძალაა,
მას ექნება შედარებით დაბალი დუღილის ტემპერატურა, რომელიც არის დაახლოებით 28 გრადუსი ცელსიუსი. რაც შეეხება მეთილის აცეტატს, აქ გვაქვს კარბონილის ჯგუფი, შესაბამისად გვაქვს პოლარული მოლეკულა, ანუ ეს იქნება ნაწილობრივ უარყოფითად ამოხტული, ჟანგბადი უფრო ელექტროარყოფითია ვიდრე ნახშირბადი, შესაბამისად ჟანგბადისკენ იქნება გადაკაჩული ელექტრონები, ამიტომ ნახშირბადი ელექტრონულად მწირი გამოვა და მეორე მოლეკულაშიც იგივე სიტუაცია იქნება, ეს ნახშირბადი იქნება ნაწილობრივ დადებითად ამოხტული. ვიცით რომ საპირისპირო მუხტები ერთმანეთს მიიზიდავენ, ანუ გვაქვს დიპოლებს შორის ურთიერთქმედება. დიპოლებს შორის ურთიერთქმედება შედარებით უფრო ძლიერია, ვიდრე ლონდონის სალები, ამიტომ უფრო მაღალი დუღილის ტემპერატურა აქვს. მას კერძოდ არის 57 გრადუსი ცელსიუსი. ხოლო რაც შეეხება ორ ბუტანოლს, მისი დუღილის ტემპერატურა არის დაახლოებით 99 გრადუსი ცელსიუსი, ეს კი აიხსნება იმ ფაქტით, რომ გვაქვს წყალბადური ბმები ერთი მოლეკულის წყალბადს და მეორე მოლეკულის ჟანგბადს შორის. ვიცით რომ წყალბადური ბმები ყველაზე ძლიერი არის მოლეკულებს შორისი ურთიერთქმედებებისგან. მოდი ახლა ხსნადობა განვიხილოთ. როგორც ვახსენე, პოლარული არის ესტერი, შესაბამისად პოლარულ გახსნელში, ანუ წყალში მარტივად გაიხსნება და შესაძლოა წყალბადური ბმებიც წარმოიქმნას ესტერის ჟანგბადს და წყლის წყალბადს შორის. მაგრამ ხედავთ რომ გვაქვს აქ ნახშირბადები, რომლებიც არაპოლარულები არიან და თუ გავზრდით ჯაჭვის სიგრძეს, მაშინ შემცირდება ხსნადობა. მაგალითად, ეთილის აცეტატი რო გქონდეს, ბევრად უფრო ნაკლებად ხსნადი იქნებოდა, ვიდრე მეთილის აცეტატი და ეთილის აცეტატი ხშირად გამოიყენება ექსტრაქციისთვის არაპოლარული მოლეკულების.